Am წუთებში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აყენებული ბრალით მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ყოფილი პრემიერი საქართველოში არ იმყოფება, ის უკაცრავად ბერლინშია. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ცნობისთვის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახარია ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე დააწინაურა. ქეთინა დიბაიძე გვერდდება. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა დღეს გამოკითხავს საკუთარ მოწმეებს. ამ საქმის პროკურორებს მსხდომის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, ჯერჯერობით არ ვიცით, სანამ მსხდომაზე არ შევიტყობთ, თუ ვინ იქნებიან პროკურატურის დღევანდელი მოწმეები და ვისთან ექნება შეკითხვები მხარეებს. დაცვის მხარე კი, ანუ ბრალდებულ გიორგი გახარიას ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთვებიან ამ სამართლებრივ პროცესში, მსხდომებში მონაწილეობენ, მიუხედავად ამისა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშტორება მისი პარტიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ. აცხადებენ, რომ ის კითხვები, რომელიც 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, ვერ იქნება სამართლიანად და კანონიერად პასუხგაცემული, სანამ არ გამოიკითხებიან ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მომწყობები, ანუ ქართული ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებმაც რუსი დეპუტატი საქართველოში მოიწვიეს, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს. ჩვენთვის უცნობია რა მტკიცებულებები იქნება ბრალდების მხარის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული. სავარაუდოდ მოწმეები დაიკითხებიან სასამართლო პროცესზე და ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე კონკრეტული შეფასებები გავაკეთოთ ამა თუ იმ მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით. თუმცა ერთადერთი რაც სასახად შემიძლია კითხრათ, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ გიორგი გახარიამ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და მეტიც ადამიანები, რომლებსაც ზიანი აქვთ მიღებული აქვთ ეს ზიანი რეზინის ტყვეების გამოყენების შედეგად და ვერც პროკურატურა ვერ ედავება მას რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანებას. გრძელდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიების აქტი, რომელიც დაიგეგმა და დაანონსდა ივანიშვილის მხრიდან, ტელეკომპანია იმედის ეთერიდან. შემდეგ მასზე იყო ორგანიზებული თავდასხმა და ამ ყველაფერს მოყვა უკვე ის შეთითხნილი ბრალდებებით სასამართლო პროცესები, რომლებსაც დღესდღეობით ვხედავთ სასამართლოში. ამ საქმის უმნიშვნელოვანესი ფიგურანტები, ამ საქმის დამკვეთები და ორგანიზატორები, ვინც დააორგანიზა გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, ვინც უმასპინძლა მას და შემდეგ დაიმალა, ეს ადამიანები არ არიან დაკითხულები. საუბარი მაქვს ივანიშვილზე, კობახიძეზე და მდინარაძეზე. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ჩორჩანას საგუშაგოს საქმესთან დაკავშირებითაც გასული წლის შემოდგომაზე წაუყენეს ოფიციალურად ბრალი ქართული ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ეს საქმეები, რომელიც მას ეხება, უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს. ორივე საქმეზე მუხლები საკმაოდ მძიმეა. დღეს განიხილება 20 ივნისის საქმე, რომელიც არსებითი განხილვის ეტაპზეა და ამ შემთხვევაში მას პროკურატურა ედავება ორზე მეტი პირის წინააღმდეგ სხეულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. გიორგი გახარია არის ძებნილი, ის საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ცოტა ხნის წინ ადვოკატმა განგვიცხადა, რომ ის უარს არ იტყვის სასამართლოს ხდომების ფორმატში მისცეს ჩვენება, თუმცა ის თანახმარის, რომ ჩვენება მისცეს დისტანციურად, ანუ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ის საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.